2025 წელს ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებსა და ფოტოებს აქტიურად გამოწმებდით და 60 სტატია მოვამზადეთ. ამ ვიდეოში წლის top 3 AI-ით გენერირებულ ვიზუალზე მოგიყვებით. ქართულ და რუსულ Facebook გვერდებზე გავრცელდა უკრაინელი სამხედროების ეს AI-ით გენერირებული ვიდეოები. თითქოს სამხედრო ფორმიანი ახალგაზრდა უკრაინელები ტირიან და დახმარებას ითხოვენ. ვიდეოებში არაერთი ხარვეზი შეიმჩნევა, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი რეალური არ არის. მაგალითად, ვიდეოზე ნაჩვენები ადამიანებისა და მათი ხელების რაოდენობა ერთმანეთთან შეუსაბამოა. აწეულ ხელზე თითების რაოდენობა 5-ზე მეტია და ერთ-ერთი სამხედრო სახეზე დეტალების გარჩევა შეუძლებელია. ძლდებოდა მაია სანდუს ეს ვიდეო ფაბრიკაციაც. თითქოს ის საქართველოს რუსეთის კოლონიას უწოდებს. სინამდვილეში ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შექმნილი და რეალურად მოლდოვის პრეზიდენტს საკუთარ გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია. აღსანიშნავია, რომ ამ AI ვიდეოზე როგორც რეალურ განცხადებაზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამაც გააკეთა. ასევე AI-ით გენერირებულია ეს ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში დასავლელი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა. თითქოს ისინი ტრამპს კართან ელოდებიან. ფოტოს სიყალბეზე რამდენიმე ვიზუალურად აღქმადი ტექნიკური ხარვეზი მიანიშნებს. AI-ის მიერ გენერირებული ვიდეოებისა და ფოტოების ამოსაცნობად მითების დეტექტორი ვიზუალურ ანალიზთან ერთად რამდენიმე ხელსაწყოს იყენებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის კვალის დადგენა შეუძლიათ.